რუდოლფ შტაინერი, სახარება იოანესგან მესამე თავი, დედამიწის მისია. უშინ გავარკვიეთ, რაოდენ ღრმა შინაარსია გაიდუმალებული იოანეს სახარების პირველ სიტყვებში. უშინდელი მიმოხილვა შეგვეძლო ასეთნაირადაც შეგვეჯამებინა, რომ იოანეს სახარების ავტორი მიგვითითებს პრეისტორიული ადამიანის შექმნაზე უშორეს წარსულში. მიგვითითებს იმაზე, რომ ქრისტიანული ეზოტერიკის თანახმად ყველაფერს მივყავართ ერთი საწყისისკენ, სიტყვისკენ, ლოგოსისკენ, რომელიც უკვე ძველ სატუნზე წარმოადგენდა შემქმნელ ძალას. შექმნის უნარის მქონე ძალას. შემდეგ, როდესაც ჩვენი დედამიწა მზის მდგომარეობას გადიოდა, ლოგოსი სიცოცხლედ გარდაიქმნა. მოგვიანებით, ძველი მთვარის პერიოდში სინათლედ იქცა. და ბოლოს, რაც სამი პლანეტარული მდგომარეობის მანძილზე ღვთაებრივ სულიერ არსებათა ზემოქმედებით ადამიანად ჩამოყალიბდა, საბოლოოდ, როდესაც დედამიწამ ჩვენი დღევანდელი პლანეტის სახე მიიღო, ადამიანური მეთი განიმსჯავა. ამრიგად, შეიძლება ითქვას, რომ როგორც თესლის ერთგვარი სახეობა, მთვარიდან დედამიწაზე გადმოვიდა არსება, შედგენილი ღვთაებრივი პირველ სიტყვიდან გამოსული ფიზიკური სხეულისგან, ღვთაებრივი სიცოცხლიდან გამოსული ეთერული, ანუ სიცოცხლეს სხეულისგან და ღვთაებრივი სინათლიდან გამოსული ასტრალური სხეულისგან. საკუთრივ დედამიწის მდგომარეობის პერიოდში ამ არსების წიაღში მე სინათლე გაღვივდა. აი ამ სამჯერადმა სხეულებრიობამ, ფიზიკურმა, ეთერულმა და ასტრალურმა სხეულებმა შესაძლებლობა მოიცა თავის არსში წარმოეთქვა მე ვარ. ასე და ამგვარად დედამიწის განვითარებას გარკვეული თვალსაზრისით შეიძლება ეწოდოს მე ვარ ცნობიერების, ანუ ადამიანური თვითცნობიერების განვითარება. და აღნიშნული მე ვარ სრული თვითშეგნების ეს უნარი ნელ-ნელა თანდათანობით გამოვლინდა კაცობრიობის განვითარებაში. ჩვენი ამოცანაა თვალი გავადევნოთ, დავაკვირდეთ ამ განვითარებას. მიწიერ ევოლუციაში იყო დრო, რომელსაც ძველი ლემურიის ეპოქას ვუწოდებთ. ეს არის მიწიერი ყოფიერების უძველესი ხანა, როდესაც ადამიანი წარმოჩინდა იმ ფორმით, იმ სახით, დღეს რომ ატარებს. ძველი ლემურიის ეპოქაში პირველად მოხდა ის, რასაც მეს, ანუ ადამიანის ჭეშმარიტი შინაგანი არსის, ფიზიკურ, ეთერულ, ასტრალურ გარსებში განსხეულებას ვუწოდებთ. ლემურიის ხანას მოსდევს ატლანტიდის ეპოქა, რომლის დროსაც კაცობრიობის უმრავლესობა ცხოვრობდა ძველი ატლანტიდის კონტინენტზე. ხმელეთის ნაწილზე დღეს ატლანტიდის ოკეანის ფსკერს რომ წარმოადგენს. კონტინენტი წარღვნამ გაანადგურა, მაგრამ თქმულებები უდიდესი ატლანტიდური წარღვნის შესახებ დედამიწის თითქმის ყველა კუთხეს შემორჩა. ატლანტიდის შემდგომი ეპოქიდან, ჩვენი დროის ჩათვლით, ადამიანი თავისი შინაგანი არსიდან გამომდინარე ინკარნირებას განაგრძობდა. ჩვენი სამშვენველები იბადებოდნენ ფიზიკური, ეთერული, ასტრალური სხეულებისგან შემდგარ არსებაში, იმ სამწევრ არსებაში, რომელიც, როგორც ზემოთ ითქვა, პირველად ლემურიის პერიოდში ჩამოყალიბდა. რადგან გვსურს აზრობრივ გავაცოცხლოთ მთელი ევოლუციის სრული სურათი, უშორესი წარსულისკენ უნდა მივმართოთ მზერა. დიახ, მხოლოდ ნელ-ნელა და თანდათანობით განვითარდა ადამიანი ყოფიერების დღევანდელ მდგომარეობამდე. მოდით ავხსნათ, რას ნიშნავს ოკულტიზმში სულის მეცნიერების ენაზე ჩვენი ამჟამინდელი ყოფიერება. ეს გახლავთ ცნობიერების მდგომარეობა, რომელსაც თანამედროვე ადამიანი დღიდან გამოღვიძებიდან დაძინებამდე ფლობს. დროის აღნიშნულ მონაკვეთში ადამიანი გარემომცველ საგნებს თავისი გარე ფიზიკური ორგანოებით აღიქვამს. დაძინებიდან გამოღვიძებამდე ამ საგნებს ვერ ხედავს. საკითხავია რატო? მიზეზი ისა, რომ განვითარების სადღეისო პირობების შესაბამისად მე და ასტრალური სხეული ადამიანის საკუთრივ შინაგან არსებას რომ წარმოადგენს, დღის მანძილზე ფიზიკურ პლანზე, ფიზიკურ სხეულში იმყოფებიან.
ჩვენს დროში ასტრალურ სხეულსა და მეს შეუძლიათ გამოიყენონ ფიზიკური გრძნობათა ორგანოები, ანუ ისმინონ, იხილონ, შეიგრძნონ ფიზიკური საგნები, ხოლო დაძინებიდან გამოღვიძებამდე მე და ასტრალური სხეული ფიზიკური თვალის და ყურისგან განცალკევებით ფიზიკურის მიღმიერ ასტრალურ სამყაროში იმყოფებიან და ამდანად ვეღარ აღიქვამენ ფიზიკურ გარემოს. დღისა და ღამის ცნობიერების ასეთი მონაცვლეობა ადამიანის თანდაყოლილი თვისებაა სულაც არ გახლავთ. ლემურიის ხანაში ადამიანის პირველ ინკარნაციაში ვითარება სხვაგვარი იყო. მე და ასტრალური სხეული დღის მანძილზე სულ მცირე ხნით ეშვებოდნენ ადამიანის ფიზიკურ სხეულში. აქედან გამომდინარე, რაკიღა ადამიანი დროის უმეტეს ნაწილს თავისი ფიზიკური სხეულის გარეთ ატარებდა და როგორც აღნიშნეთ, ფიზიკურ სხეულს ცნობიერებით მხოლოდ ხანმოკლედ ეპიზოდურად მსჯელავდა, მისი ცხოვრება სრულიად განსაკუთრებულად მიედინებოდა. ღრმა, უსიზმრო ძილი, როდესაც ადამიანი უგონო არაცნობიერ მდგომარეობაში ინთქმევა, უკიდურესად ნელა და თანდათან დაეუფლა მას. ლემურიის ეპოქაში თავისებური იყო დღისა და ღამის ცნობიერების თანაფარდობა. მაშინ ადამიანები ჯერ კიდევ ფლობდნენ ბინდიერ ნათელ-მხილველურ შეგნებას. ღამით ტოვებდნენ ფიზიკურ სხეულს და გარემომცველი სულიერი სამყაროს აღქმას ეძლეოდნენ, თუმცა ეს აღქმები არ იყო ისეთი ცხადი, როგორც დღესაა. ამ აღქმებს ასე იოლად ვერც დღევანდელ სიზმრებს შევადარებთ. ახლანდელი სიზმარი ძველი ნათელხილვის მხოლოდ და მხოლოდ ერთგვარი გადაგვარებული ნაშთია. რა თქმა უნდა, ადამიანი დღესაც აღიქვამს სიზმრად იმას, რასაც მაშინ ხატსახეებში ხედავდა, მაგრამ ლემურიის ეპოქაში ამ ხილვებს უაღრესად დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. მოდით დავაკონკრეტოთ, რა მნიშვნელობა ენიჭებოდა ამ ხატსახეებს. უძველეს წარსულში ადამიანი თავისი დღის ცნობიერებით, დღე და ღამის უმნიშვნელოდ მცირედ ნაწილს რომ შეადგენდა, ანუ დღის ცნობიერება მცირე ნაწილი იყო, ხო? დღევანდელთან შედარებით, ბევრად უფრო ბუნდოვნად ხედავდა გარე ფიზიკურ სხეულებს, ანუ მკრთალად, ერთგვარ ნისლოვან საბურველში უყურებდა. ფიზიკური ხედვის დღევანდელი უნარის გამომუშავებას ხანგრძლივით რო დასჭირდა. როგორც დღეს ბნელ ქუჩაში ვხედავთ ნისლის ბურუსში მბჟუტავს ფარნებს, ასევე ადამიანის დღისით ფიზიკური სხეულის პირველ გამოვლინებებს ნისლში გახვეულს ხედავდა, ხოლო დაძინებისას სრულიად უგონო მდგომარეობაში არ იძირებოდა. მის ღამეულ ცნობიერებაში ხატსახეები ფერებსა და ფორმებში ცხადდებოდა. ადამიანის ირგვლივ ცოცხლდებოდა სამყარო, რომელსაც ვერავითარი თუნდაც ცხადზე უცხადესი სიზმარი ვერ შეედრება. ამ ხატსახეებში აისახებოდა გარე სამყაროს მშვინვიერი და სულიერი მდგომარეობა. მაგალითად, როცა ადამიანი ლაპარაკია ევოლუციის სათავებთან დგომ არსებაზე, როცა ადამიანი ღამეული მოგზაურობისას უახლოვდებოდა რომელიმე მისთვის საშიშ არსებას, იგი მას ხედავდა არა ისე, როგორც დღევანდელი ადამიანი, ვთქვათ, მასთან მოახლოებულ ლომს, არამედ მის არსებაში ყისիր ილანდებოდა ფერადოვანი ხატსახე და ინსტინქტურად აფრთხილებდა მოახლოებული ხიფათის შესახებ. ეს გახლდათ სულიერ მშვინვიერ არსებათა რეალური ანარეკლები, რომლებიც ადამიანს გარემოიცავდნენ და ეს მშვინვიერ სულიერი პროცესი ღამის ძილში აღიქმებოდა. მეტისმეტად ნელა და თანდათან ვითარდებოდა ადამიანი. განვითარებაში მოიაზრება ის, რომ იგი უფრო და უფრო ხანგრძლივად იძირებოდა ფიზიკურ სხეულში. და რაც მეტად ეს ისხორცებოდა ადამიანი ფიზიკურ სხეულს, მით მეტად უფერულდებოდა მისი ღამეული ნათელ-მხილველური ხატსახეები და იკვეთებოდა მისი ამჟამინდელი ცნობიერება. მაგრამ ნუ დავავიწყდება, რომ რეალურ ჭეშმარიტ თვითშეგნებას ადამიანი მიწიერი ყოფიერების მიზანს მხოლოდ ფიზიკურ სხეულში დაშვების შედეგად მივაღწევთ. ადრე ადამიანი საკუთარ თავს შეიგრძნობდა არა როგორც დამოუკიდებელ არსებას, არამედ როგორც ღვთაებრივ სულიერ არსებათა ნაწილს, რომელთაგანაც წარმოიშვა. როგორც ადამიანის ხელი მთელი ორგანიზმის შემადგენელ ნაწილად გრძნობს თავს, ასევე ადამიანიც, ვიდრე მას ჯერ კიდევ
ბინდიერი ნათელხილვა ჰქონდა თავის თავს ღვთაებრივ სულიერი ცნობიერების ღვთაებრივი მეს ნაწილად შეიგრძნობდა. მას არ შეეძლო ეთქვა საკუთარ თავზე მე ვარ. იგი ამბობდა არის ღმერთი და მე მასში ვარ. ჩვენი დედამიწა, რომელმაც განვითარების წინასამი სატურნის, მზის და მთვარის საფეხურები გამოიარა, იმთავითვე განსაკუთრებული მისიისთვის იყო განსაზღვრული. არ გეგონოთ, რომ პლანეტარული მდგომარეობის თვალსაზრისით ყველა პლანეტა ტოლფასია. ღვთაებრივ შემოქმედებაში ყოვლად წარმოუდგენელია ერთხელ არსებულის უბრალო გამეორება. ყოველი პლანეტარული მდგომარეობა სრულიად განსაზღვრულ მიზანს ისახავს. ჩვენი დედამიწის მისიაა თავის ბინადარ არსებებში განაღვივოს და უმაღლეს განვითარებამდე აიყვანოს სიყვარულის საწყისი. თავისი არსებობის ბოლოს დედამიწა ერთიანად სიყვარულით უნდა იქნას გამსჭვალული. რას ნიშნავს ეს? როგორ უნდა გავიგოთ, რომ დედამიწა არის სიყვარულის განვითარების პლანეტარული მდგომარეობა? სულისმეტყველებაში ნათქვამია, რომ დედამიწას წინა უძღოდა ძველი მთვარე, რომელმაც როგორც პლანეტარულ საფეხურს თავისი მისია ჰქონდა. სახელდობრ, ძველი მთვარე უნდა გამხდარიყო სიბრძნის პლანეტა, ანუ სიბრძნის კოსმოსი. მას შესადამე ვიდრე დღევანდელ მდგომარეობამდე განვითარდებოდა, დედამიწამ სიბრძნის საფეხური გაიარა. ამას მარტივი ლოგიკური დაკვირვებაც ცხადყოფს. შეხედეთ ჩვენს გარემომცველ ბუნებას და მის არსებებს არა მარტო გონებით, არამედ გულით და ასევე მშვინვერი ძალისხმევით და ყველგან თქვენს ირგვლივ ბუნებაში განბეჭდილ სიბრძნეს მიაკვლევთ. ეს ის სიბრძნეა, რომელიც გაიაზრება როგორც ყოვლის არსებულის საფუძველში ჩადებული ერთგვარი სულიერი სუბსტანცია. სადაც არ გაიხედავ, ყოველივე ამაზე მეტყველებს. აი, თუნდაც ადამიანის წვივის ძვლის ნაწილი. დავაკვირდეთ მას და დავინახავთ, რომ იგი არ წარმოადგენს ერთ მასიურ წარმონაქმნს, არამედ მთელი რიგი წვრილი საოცარი კონსტრუქციის დაქსელილი ფირფიტებისგან შედგება. თუ კი გამოვიკვლევთ, რა კანონის საფუძველზეა იგი აგებული, აღმოჩნდება, რომ ეს ის კანონია, რომლის თანახმად მასალის მინიმალური დანახარჯით მაქსიმალურ სიმტკიცეს ვაღწევთ. რადგან მოგეხსენებათ, წვივები ადამიანის სხეულის მთელ ზედა ნაწილს დაატარებს. ჩვენ საინჟინრო ხელოვნებას ჯერ არ ძალუძს წარმოგვიდგინოს რაიმე მსგავსი იმ კონსტრუქციისა, ყოვლის გამსჭვალავის სიბრძნე რომ ქმნის. ასეთ სიბნელემდე ადამიანი მხოლოდ მომავალში მივა. ღვთაებრივი სიბრძნე მთელ ბუნებას რომ მსჭვალავს, ადამიანისთვის ხელმისაწვდომი მხოლოდ თანდათანობით გახდება. დროთა განმავლობაში ადამიანის სიბრძნე შინაგანად მოიპოვებს იმას, რაც დედამიწაში ღვთაებრივი სიბრძნითაა გაიდუმალებული. დიახ, დროთა განმავლობაში ადამიანის სიბრძნე ღვთაებრივ კოსმიურ სიბრძნემდე მივა. მაგრამ როგორც მთვარეზე მზადდებოდა სიბრძნე, რომელიც დედამიწაზე ყოველ მხრივ მჟღავნდებოდა, ზუსტად ისე დედამიწაზე შემზადდა სიყვარული. ჩვენ რომ ძველი მთვარის ნათელმხილველურად განჭრეთა შეგვეძლოს, დავინახავდით, რომ მაშინდელი სიბრძნე ყველა საგანს სულაც არ მსჭვალავდა. ზოგ მათგანში სიბრძნის ნატამალიც არ ერია და მხოლოდ მთვარის სრული განვითარების შემდეგ სიბრძნემ ერთიანად გამსჭვალა იქ ყოველივე და როდესაც მთვარემ განვითარება დაასრულა, მთელი მისი ყოფიერება ყოველივე მის წიაღ არსებული სავსებით გაჯერდა სიბრძნით. შინაგანი სიბრძნე ადამიანში დედამიწაზე მის მესთან ერთად შემოვიდა. მაგრამ ეს სიბრძნე ადამიანმა თანდათან საკუთარ არსში უნდა განავითაროს. როგორც მთვარეზე ვითარდებოდა სიბრძნე, დღეს ყოველივეს რომ სჭვალავს, ასევე ვითარდება დღეს სიყვარულიც. თავდაპირველად სიყვარული თავისი, ასე ვთქვათ, ქვენაბუნებით წმინდად ფიზიკური სიყვარულის სახით ლემურის ეპოქაში გამოვლინდა. მაგრამ შემდგომში განვითარების კვალდაკვალ იგი სულ უფრო და უფრო განსულიერდება და საბოლოოდ დედამიწის ევოლუციის ბოლოს მთელი ყოფიერება სიყვარულით განიმსჭვალება, როგორც დღეს სიბრძნითაა გამსჭვალული. ეს განხორციელდება იმ ადამიანთა წყალობით თავიანთი ამოცანის აღსრულებისთვის, რომ იღწვიან. შემდეგ დედამიწა ახალ პლანეტარულ მდგომარეობაში გადავა. არსებები, რომლებიც როგორც დედამიწაზე ადამიანები იუპიტერზე დასახლდებიან,
ყოველ არსებულში შეიგრძნობენ სიყვარულის იმ სურნელს, ოდესღაც როგორც ადამიანებმა თავიდანვე ჩასახესა დედამიწის ყოფიერებაში. ეს კიდევ ერთხელ წავიკითხოთ. ესე იგი, არსებები, რომლებიც როგორც დედამიწაზე ადამიანები დასახლდებიან იუპიტერზე, ყოველ არსებულში შეიგრძნობენ სიყვარულის იმ სურნელს, ოდესღაც როგორც ადამიანებმა თავადვე ჩასახეს დედამიწის ყოფიერებაში. ადამიანი თავის არსში სიყვარულს აღბეჭდავს, ისე როგორც დღეს სიბრძნეს ატარებს. მატერიალისტურ გონებას არ სწამს კოსმოსური სიბრძნე, მხოლოდ ადამიანურ სიბრძნეს ცნობს. თუკი მიუკერძოებლად შევხედავთ განვითარების მთელ გზას, დავინახავთ, რომ მთელი კოსმოსური სიბრძნე უკვე დედამიწის ევოლუციის დასაწყისშივე ისეთი იყო, როგორიც იქნება ადამიანური სიბრძნე მაშინ, როდესაც დედამიწა დაასრულებს განვითარებას. იმ დროს, როდესაც საგნის დასახელება დღევანდელთან შედარებით უფრო ზუსტად განსაზღვრავდა მის რაობას, ადამიანში მოქმედ სუბიექტურ სიბრძნეს კოსმოსური ობიექტური სიბრძნისგან განსხვავებით ინტელექტს უწოდებდნენ. ადამიანს ყურადღების მიღმა რჩება ერთი ფრიად საგულისხმო ფაქტი, რაც კი აღმოჩენილია დედამიწის ევოლუციის მანძილზე, ანუ ყველა მიწიერი მონაკვლევი ღვთაებრივ სულიერ არსებათა მიერ ჯერ კიდევ მთვარის მდგომარეობის პერიოდში იქნა აღმოჩენილი და შემდეგ დედამიწაზე გადმონერგილი. ამის თვალსაჩინო მაგალითია ქაღალდის აღმოჩენა და დამუშავება. სასკოლო ასაკის ბავშვები უდიდეს პროგრესულ მოვლენად რომ მიიჩნევენ, მაგრამ ქაღალდი კრაზანებმა გამოიგონეს მრავალი ათასი წლის წინ, რადგან ის, რითიც კრაზანები თავის ბუდეს აკოწიწებენ, ზუსტად იმ სუბსტანციისგან შედგება და ისეთნაირადვე იწარმოება, როგორც ქაღალდი, ოღონდ თვით ცხოვრების მიერი პროცესით. აქ მთარგმნელს პატარა შეცდომა აქვს, იმიტომ რომ ინგლისურ ტექსტში ასე წერია, რომ ამის თვალსაჩინო მაგალითია ქაღალდის აღმოჩენა და დამუშავება სასკოლო ასაკის ბავშვებს, რომ უტენიან თავში როგორც დიდ აღმოჩენასო. დანარჩენი ქაღალდი კრაზანებმა გამოიგონეს მრავალი ათასი წლის წინ, რადგან ის, რითიც კრაზანები თავის ბუდეს აკოწიწებენ, ზუსტად იმ სუბსტანციისგან შედგება, ისეთნაირადვე იწარმოება, როგორც ქაღალდი, ოღონდ თვით ცხოვრების მიერი პროცესით. ანუ ქაღალდი ადამიანზე ადრე გამოიგონა კრაზანას სულმა, კრაზანას კრებითმა სამშვენველმა, რომელიც ღვთაებრივ სულიერი სუბსტანციის ნაწილია. ამრიგად კოსმოსური ადამიანი კოსმიური სიბრძნის კუთხში მიჩანჩალებს. ყველაფერი, რასაც ადამიანი მომავალში მსოფლიო ევოლუციის პროცესში აღმოაჩენს, ბუნებაში უკვე არსებობს. მაგრამ რაც ადამიანმა დედამიწას ჭეშმარიტად უნდა მიუძღვნას, არის სიყვარული, რომელიც უმაღლეს სულიერ სიყვარულამდე განმახვდება. ასეთია დედამიწის განვითარების მიზანი. დედამიწა არის სიყვარულის კოსმოსი. მაგრამ საკითხავია, რა არის ეს? რა არის ეს სიყვარული? ან რა არის სიყვარულისთვის აუცილებელი? რა არის საჭირო იმისთვის, რათა ერთმა არსებამ მეორე შეიყვაროს? საჭიროა, რომ ეს არსება ფლობდეს სრულ თვითშეგნებას, სრულ დამოუკიდებლობას. არც ერთ არსებას არ ძალუძს ჭეშმარიტი სიყვარული, თუკი ეს სიყვარული არ არის მეორე ადამიანისადმი ერთგვარი თავისუფალი საფუძვარი. ჩემს ხელს არ უყვარს ჩემი ორგანიზმი. მხოლოდ სრული დამოუკიდებლობის პირობებში, მხოლოდ მეორე არსებიდან მთლიანად გამოცალკევებულს ძალუძს მისი ჭეშმარიტად შეყვარება. მხოლოდ მეორე არსებიდან მთლიანად გამოცალკევებულს ძალუძს მისი ჭეშმარიტად შეყვარება. აი ამიტომ უნდა გამხდარიყო ადამიანი მეს მატარებელი. რათა დედამიწას ადამიანის მეშვეობით განეხორციელებინა თავისი მისია, სიყვარული, ადამიანის სხეულებრივ სამწევრიანობაში უნდა ჩადებულიყო მე. აქედან გასაგებია, როდესაც ქრისტიანულ ეზოტერიკაში ამბობენ, რომ როგორც მთვარის მდგომარეობაში ღმერთებიდან გარკვეული ძალები იღვრებოდა როგორც სიბრძნე, ასევე დედამიწისეულ ყოფიერებაში ჩაედინება სიყვარული და ამ სიყვარულის მატარებელი შეიძლება გახდეს მხოლოდ დედამიწის ევოლუციის კვალდაკვალ განვითარებული
დამოუკიდებელი მე. მაგრამ ეს დამოუკიდებელი მე და ასევე შეგნების დღევანდელი ფორმაც ადამიანში მხოლოდ თანდათან უკიდურესად ნელი ტემპით უნდა გამომუშავებულიყო. წარმოვიდგინოთ, რომ ადამიანი ფიზიკურ სხეულში ძველი ლემურიის ეპოქაშივე ბოლომდე დაძირულიყო და გარე რეალობის სრულად აღქმის უნარიც მოეპოვებინა. ასეთი ნაჩქარევი განვითარების პირობებში იგი საკუთარ არსში სიყვარულის მიღებას ვერ მოახერხებდა. თავისი მიწიერი მისია მას მხოლოდ თანდათანობით უნდა აღესრულებინა. სიყვარულის პირველი გაკვეთილები ადამიანმა ბინდიერი ცნობიერებით შეითვისა დიდი ხნით ადრე, სანამ გარე საგნებზე დაკვირვებას ისწავლიდა და სრულ თვითშეგნებამდე მივიდოდა. შეიძლება ითქვას, რომ ადამიანის არსში სიყვარული ჩაისახა სიზმარეული ნათელხილვის პერიოდში, თვითშეგნების სრული უქონლობის მდგომარეობაში, როდესაც მისი სამშვიდველი მეტწილად სხეულის გარეთ იმყოფებოდა. მოდით წარმოვიდგინოთ, როგორი იყო ადამიანი მუშორეს წარსულში, თვითშეგნების სრულად დაუფლებამდე. ღამით ადამიანი იძინებდა, მაგრამ მისი ძილი და სიფხიზლე ერთმანეთისგან მკვეთრად არ განსხვავდებოდა. მას ხატსახეები სულიერ სამყაროსთან უშუალოდ დაკავშირებული ცოცხალი სიზმრები გარემოიცავდა. ეს კი ნიშნავს, რომ ძილის დროს ადამიანი სულიერ სამყაროში ცხოვრობდა. ამ დროს ღვთაებრივი სული მის დაბინდულ ცნობიერებაში მისხალ ნერგავდა სიყვარულის პირველ ჩანასახებს. ის, რაც მიწიერი განვითარების მანძილზე სიყვარულის მეშვეობით უნდა გახსნილიყო, თავდაპირველად ადამიანში ღამეული ძილის დროს იღვრებოდა. ღმერთი, რომელსაც დედამიწაზე სავსებით განსაზღვრული მისია უნდა ჩამოეტანა, ვიდრე ადამიანის დღის ცნობიერებაში გაცხადდებოდა, მის ბინდიერ ცნობიერებაში უნდა გახსნილიყო. და აი ბოლოს ის დროს დადგა, როდესაც საგრძნობლად იკლო ბინდიერი ნათელხილვის ხანგრძლივობა. შესაბამისად, გახანგრძლივდა ადამიანის დღის ცნობიერება. დროთა განმავლობაში საგანთა აურიული რკალიც გამკრთალდა და გარე საგნები უფრო მკაფიოდ გამოიკვეთა. ადრე ადამიანი მზესა და მთვარეს ერთგვარ ნისლოვანებაში, ნისლოვან მასაში და დაძირულებს ჭრედდა. თანდათან მისი მზერა დაიწმინდა. ადამიანმა ნელ-ნელა მიაღწია ამ მდგომარეობას. რასაც იგი თავის გარშემო მზით განათებულ დედამიწაზე განჭრեց, რაც მის თვალწინ ხილვადი სინათლის მეშვეობით იხსნება, მთელი დედამიწა, მინერალები, მცენარეები და ცხოველები ამას ყველაფერს იგი აღიქვამს როგორც ღვთაებრივის გარე გამოხატულებას. როგორ განსაზღვრავს ქრისტიანული ეზოტერიკა დღის ცხადიერი შეგნებით აღქმულს, რისგან შედგება დედამიწა მთელი თავისი მასშტაბითა და მოცულობით. დედამიწა გახლავთ ღვთაებრივ ძალთა გარე გამოცხადება, სულიერის გარე მატერიალური გამოცხადება. თუკი ჩვენ ჭვრეთ მზეს ან რაიმე დედამიწაზე არსებულს, ეს სულ ღვთაებრივ სულიერის გამოცხადებაა. და სწორედ ეს ფიზიკური თვალისთვის უჩინარი, ფიზიკურის მიღმიერი სამყარო, ეს ღვთაებრივ სულიერი მისი ამჟამინდელი სახით საფუძველი ყოველივე იმისა, ჩვენი ნათელი დღის შეგნების წინაშე რომ ცხადდება, ქრისტიანული ეზოტერიკის თანახმად არის ლოგოსი, ანუ სიტყვა. როგორც ადამიანმა ბოლოს და ბოლოს ძალა მოიცა თავის თავიდან, ამოეთქვა სიტყვა, ასე თავდაპირველად ლოგოსიდან შეიქმნა, ლოგოსიდან ამოითქვა მთელი ცხოველთა, მცენარეთა და მინერალთა სამყარო. ყველაფერი არის ამ ლოგოსის განსხეულება და როგორც თქვენი სამშვიდველი თქვენგან ფარულად მუშაობს თქვენში და თავის გარეთ ქმნის სათავისო სხეულს, ასევე სამყაროში ყოველივე მშვინვიერი დაეძებს თავის სხეულს და საკუთარ თავს რაიმე ფიზიკურ შეავლენს. მაგრამ სად არის თავად ლოგოსის ფიზიკური სხეული, რომელზეც მეტყველებს იოანეს სახარება და რომლის გაგებასაც დღეს ასე ძალუმად ვესწრაფვით. სად არის ლოგოსის ფიზიკური სხეული? ყველაზე ცხადად და მკაფიოდ ლოგოსის ფიზიკური სხეული მზის გარენათელში ცხადდება.
სულიერი მზერისთვის მზის სინათლე არის არა მარტო მატერიალური სინათლე, იგი იმავდროულად ლოგოსის სამოსელია, როგორც ჩვენი ფიზიკური სხეული სამოსელია ჩვენი სამშვენველის. თუკი ადამიანის პირისპირ დავდგებით ისე, როგორც დღევანდელი უმრავლესობა მზის მიმართებით დგას, ჩვენ ვერ შევიმეცნებთ ადამიანს, ვერ შევიმეცნებთ სამშვენველს, რომელსაც აქვს შეგრძნების უნარი, ვერ შევიმეცნებთ და ვერ აღვიქვამთ მოაზროვნე სამშვენველს და ასევე ნებელობის მატარებელ სამშვენველს. ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ ფიზიკურ სხეულს შევეხებით და ეს სხეულიც საბოლოო ჯამში პაპიე-მაშეს მსგავსი რაღაც იქნება. მაგრამ თუკი ზიური ნათლის სულიერებაში შეღწევა გვსურს, უნდა გავიაზროთ იგი. უნდა გავიაზროთ. გავიაზროთ როგორც ადამიანი, რომლის სხეულებრივობის გამჭოლ მისი შინაგანი არსის შემეცნებას ცდილობთ. ესე იგი, ჩვენი სხეული ისეთივე მიმართებაშია ჩვენს სამშვენველთან, როგორც მზის სინათლე ლოგოსთან. მზის ნათელი დედამიწას სულიერებას აღვრის და თუკი არაოდენ მზის სხეულის, არამედ მზის სულის წვდომაც შეგვიძლია, მაშინ იმასაც გავიგებთ, რომ ეს სულიერი არის დედამიწაზე დაფრქვეული სიყვარული. მზის ფიზიკური სინათლე არა მარტო სიცოცხლეს აღამთებს მცენარეებში, რომლებიც მის გარეშე დაიღუპებოდნენ, არამედ ასევე ფიზიკური მზის სინათლეში მონაკადე ღვთაებრივ სიყვარულს. და ადამიანები არსებობენ იმისთვის, რათა ეს ღვთივ გამთბარი სიყვარული მზიური ნათლის სულიერებაში აღიქვან, შინაგან განავითარონ და თავადაც უპასუხონ მას. ეს კი მხოლოდ მეტი ღირსყოფილ თვით გაცნობიერებით ღირსყოფილ არსებას ხელეწიფება. მხოლოდ ამგვარ არსებას ძალუც გაიღოს საპასუხო სიყვარული. ვიდრე ადამიანები მცირე ხნით შემოდიოდნენ დღის ცხოვრებაში, მათ არ შეეძლოთ აღექვათ ნათელი, რომელიც იმავდროულად სიყვარულსაც აგზნებდა. სინათლე ბნელში ანათებდა და ბნელს არ შეეძლო მისი აღქმა. ადამიანი თავისი ხანმოკლე დღის მანძილზე რომ დაწაფებოდა ამ სინათლეს, რომელიც იმავდროულად ლოგოსის სიყვარულიც იყო, იგი ვერ შეძლებდა სიყვარულის ნათლის აღქმას. მაგრამ ეს ნათელი უძველესი ადამიანის დაბინდულ, ნათელმხილველურ ცნობიერებაშიც იღვრებოდა. ახლა კი მოდით ჩავღრმავდეთ მსოფლიო ყოფიერებით ერთგვარად დაჩრდილულ, უდიადეს, უმნიშვნელოვანეს მისტერიაში, ეს გახლავთ ჩვენი დედამიწა. დედამიწის განვითარება ისეთნაირად წარიმართა, რომ მთელი ისტორიული პერიოდის განმავლობაში ადამიანის დაბინდულ ნათელმხილველურ ცნობიერებაში წვეთ-წვეთად იღვრებოდა სიყვარული და შინაგანად ამზადებდა, რათა მას საბოლოოდ ეს სიყვარული დღის ცხადიერი ცნობიერებითაც აღექვა. ჩვენ კი ვილაპარაკეთ იმის შესახებ, რომ დედამიწა თანდათანობით იქცევა კოსმოსად, რომლის მისიაა სიყვარულის გაღვივება, განვითარება. დღევანდელ დედამიწას ასხივოსნებს მზე. როგორც ადამიანი ცხოვრობს დედამიწაზე და თანდათან ითვისებს სიყვარულს, ასევე მზეზე, რამდენადაც მზე ყოფიერების უფრო მაღალ საფეხურზე დგას, სხვაგვარი უმაღლესი არსებები ცხოვრობენ. ადამიანი დედამიწის მკვიდრია და ეს ნიშნავს, რომ იგი არსება, რომელმაც მიწიერი განვითარების მანძილზე უნდა შეითვისოს და შეისის ხორცოს სიყვარული. ხოლო ჩვენი დროის მზის ბინადარი ეს არსება, რომელსაც ხელეწიფება აღანთოს და სხვა არსებებში შთაღვაროს სიყვარული. ადამიანები ვერ განვითარდებოდნენ, ვერ შეინივთებდნენ ამ სიყვარულს, მზის არსებებს სხივებად რომ არ დაეფრქვიათ მათზე მოწიფული სიბრძნე. დიახ, როდესაც მზის სინათლე ნაკადებად იღვრება მაღლიდან დაბლა, დედამიწაზე სიყვარული ვითარდება. ესე იგი, დიახ, როდესაც მზის სინათლე ნაკადებად იღვრება მაღლიდან დაბლა, დედამიწაზე სიყვარული ვითარდება. ეს სრული ჭეშმარიტება. არსებებმა, რომლებიც იმდენად მაღლად განან, რომ სიყვარულის ზეგარდ მოვლენა შეუძლიათ, თავიანთ სამყოფელად მზე აირჩიეს. მთვარის ევოლუციის დასასრულს ეს არსებები სიყვარულით რომ ამწყალობებენ დედამიწას, შვიდნი იყვნენ.
აქ ჩვენ უდიდესი მისტერიის პირისპირ უნდა შევჩერდეთ. ხა მე ჩემგან დავამატებ, ვედებში არის 7 rishes, 7 rishes, 7 ბრძენი. და ესეც საინტერესოა, თქვენ თვითონ ნახეთ, დაგუგლეთ. ესე იგი, აქ ჩვენ უდიდესი მისტერიის პირისპირ უნდა შევჩერდეთ. დედამიწის ევოლუციის დასაწყისში ადამიანი, რომელსაც თავის არსში სიყვარული უნდა განევითარებინა, უკვე მზად იყო იმისთვის, რათა საკუთარი მე მიეღო. მეორე მხრივ, იყო გამოცალკავებული მზე, ასულიყო კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე, რომელზეც ევოლუცია უნდა გაეგრძელებინა სინათლის 7 მთავარ სულს, 7 არსებას. ისინი იმავდროულად სიყვარულის წყალობელი სულები იყვნენ. მაგრამ ამ 7-თაგან მზეზე მხოლოდ 6 ავიდა. და რაც მზის ნათელში დედამიწაზე ფიზიკურად მოედინება არსებითად სინათლის 6 სულის, ანუ როგორც ბიბლია უწოდებს, 6 ელოჰიმის სიყვარულის ძალას მოიცავს. მათ გამოიღო მე-7 და კაცობრიობის საკეთილდღეოდ სხვა გზა აირჩია, სახელდობრ მთვარეზე დაისადგურა. და ეს სინათლის სული, საკუთარი ნებით რომ დათმო მზის ყოფიერება, ძველ აღთქმისეული იახვე, ანუ იეჰოვა გახლავთ. მთვარეზე დამკვიდრებული, იგი დედამიწას მოწიფულ სიბრძნეს აურიდა და ამით სიყვარულს ამზადებდა. ესე იგი, მოწიფულ სიბრძნეს აურიდა და ამით ამზადებდა სიყვარულს. მოდით უფრო ღრმად ჩავწვდეთ ამ მისტერიას. ღამე მთვარეს განეკუთვნება, ასეა დღესაც, და მით უფრო ასე იყო იმ უძველეს ეპოქაში, როდესაც ადამიანს სიყვარულის ძალის უშუალოდ მზიდან მიღება ჯერ არ შეეძლო. მაგრამ მთვარის ნათელი ღამის ცნობიერების მდგომარეობაში აწვდიდა მას სიბრძნის უკუფენილ ძალას. ამიტომ იახვეს უწოდებდნენ ღამის მეუფეს, რომელიც ადამიანებს ამზადებდა სიყვარულისთვის. მოგვიანებით დღის სრულ ცხადიერ ცნობიერებაში რომ უნდა აღმოცენებულიყო. ამრიგად, ჩვენ გავჭრეთ კაცობრიობის იმ უძველეს ეპოქას, როდესაც ადგილი ჰქონდა სულიერ მოვლენას მხოლოდ სიმბოლურად ასახულს ციურ სხეულებში და მზისა და მთვარის ურთიერთმემართებაში. ღამის განმავლობაში, განსაზღვრულ დროს, მთვარე მზიდან არეკლილ ძალას გვიგზავნის. ეს იგივე მზის სინათლეა. ასე ასხივებდა უძველეს ეპოქებში იახვე, ანუ იეჰოვა 6 ელოჰიმის ძალას, ასხივებდა მოწიფული სიბრძნის ძალას, რომელსაც ძილის დროს ადამიანებს აურიდა და ამით თანდათან დღის ცნობიერებაში სიყვარულის მისაღებად ამზადებდა მათ. მოცემულია სქემა წიგნში, რომელიც სიმბოლურად განასახიერებს დღის ცნობიერების ადამიანს, რომლის ფიზიკური და ეთერული სხეულები ღვთაების დაქვემდებარებაში იმყოფებიან, ხოლო მე და ასტრალური სხეული ფიზიკურ პლანზე ეთერულ და ფიზიკურ სხეულშია მოქცეული. ასეთ მდგომარეობაში ადამიანის მთელი სისტემა გარედან გასხივოსნებულია მზით. რაც შეეხება ღამეს, როგორც მოგახსენეთ, იგი გაცილებით ხანგრძლივი იყო, ვიდრე ამჟამად და გაცილებით ძლიერად ზემოქმედებდა პირველყოფილ ადამიანს. ღამღამობით ასტრალური სხეული და მე ისეთნაირად ტოვებდნენ ფიზიკურ და ეთერულ სხეულებს, რომ მე მთლიანად იძირებოდა ასტრალურ სამყაროში, ხოლო ასტრალური სხეული, თუმცა გარეგნულად ფიზიკურ სხეულშია მოქცეული, არსობრივად მაინც ღვთაებრივ სულიერ არსში იმყოფება. მზეს აქ არ ძალუց უშუალოდ განასხივოსნოს ადამიანის ასტრალური სხეული და სიყვარულის ძალა აღანთოს მასში. ამ შემთხვევაში მზიდან არეკლილი სინათლით მთვარე, ანუ იახვე, ანუ იეჰოვა მოქმედებს. ამ შემთხვევაში მთვარე არის იახვეს, ანუ იეჰოვას სიმბოლო, ხოლო მზე 6 ელოჰიმის კრებითობის, ლოგოსის სიმბოლოს გამოხატულება. ეს ნახატი, რომელიც შეგიძლიათ შეისწავლოთ და სამედიტაციო თემად გამოიყენოთ, მხოლოდ სიმბოლური მინიშნება იმისა, რაც ახლა ითქვა. მაგრამ თუ კი გულისყურით ჩავუკვირდებით, დავინახავთ, რაოდენ ღრმა მისტიკური ჭეშმარიტებებია აქ გამოსახული.
და ვინახავთ, როგორ აწვდიდა იეჰოვა მთელი ეპოქების მანძილზე არაცნობიერ მდგომარეობაში მყოფ ადამიანს სიყვარულის ძალას. ასე მზადდებოდა ადამიანი იმისთვის, რათა საბოლოოდ თავად ლოგოსის სიყვარულის ძალა მიეღო. რამ განაპირობა ეს შესაძლებლობა? მისტერიას ამჯერად სხვა კუთხით უნდა მივუდგეთ. ჩვენ ვთქვით, რომ ადამიანი დედამიწაზე შეგნებული სიყვარულისთვისაა მოწოდებული. ამისთვის დღის ცხადიერ ცნობიერებაში მას აუცილებლად ესაჭიროება წინამძღოლი, მოძღვარი, რომლის აღქმასაც იგი შეძლებს, ასე თუ ისე შეძლებს. ადამიანს ბოლოს და ბოლოს გარე სამყაროში ფიზიკურად უნდა ეხილა სიყვარულის არსი. როგორ უნდა აღსრულებულიყო ეს? მხოლოდ და მხოლოდ იმ ფაქტის ძალით და შემწეობით, რომ თავად ღვთაებრივი სიყვარულის არსი, თავად ლოგოსი უნდა მოვლენილიყო როგორც ადამიანის გარეგრძნობადი აღქმებისთვის მისაწვდომი, ხორციელი არსება. როგორც ადამიანი განვითარდა გარეგრძნობათა ორგანოებით აღქმამდე, ასევე ღმერთი, ლოგოსი უნდა გამხდარიყო ფიზიკურ სხეულში გაცხადებული გრძნობადი არსება. ეს ყოველივე განხორციელდა ქრისტე იესოს მეშვეობით და მისი ისტორიული მოვლინება გახლავთ ჩვენი წელთაღრიცხვის დასაწყისში იესო ნაზარეველში განსხეულებული 6 ელოჰიმის, ანუ ლოგოსის ძალა, რომელიც მასში ხილული სამყაროს რეალობად იქცა და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. ასე იგი, იესო ნაზარეველში განსხეულებული 6 ელოჰიმის, ანუ ლოგოსის ძალა, რომელიც მასში ხილული სამყაროს რეალობად იქცა. მზის შინაგანმა ძალამ, ლოგოსის სიყვარულის ძალამ, ნაზარეველი იესო ქრისტეს სხეულში ადამიანის ფიზიკური სახე მიიღო. მზის შინაგანმა ძალამ, ლოგოსის სიყვარულის ძალამ, ნაზარეველი იესოს ქრისტეს სხეულში ადამიანის ფიზიკური სახე მიიღო. როგორც ყოველგვარი გარესაგანი, როგორც ნებისმიერი არსება, ასე ხორჩესხმული ღმერთი უნდა წარმდგარიყო ადამიანის გრძნობადი ცნობიერების წინაშე. მას შესაძლოა, ვინ არის არსება? ჩვენი წელთაღრიცხვის დასაწყისში ქრისტე იესოს სხეულებრივ ხატში რომ ცხადდება. იგი გახლავთ განსხეულებული ლოგოსი, განსხეულებული 6 ელოჰიმი, რომელთა შემამზადებელი წინამორბედი იყო მეშვიდე ღმერთი იაჰვე. და ამიტომ ამ ერთადერთ სახებას იესო ნაზარეველისა, რომელშიც ქრისტე, ანუ ლოგოსი განსხეულდა, თან მოაქვს ის, რაც მანამდე დედამიწაზე მზის სინათლეს მოჰქონდა. რასაც მხოლოდ მზის სინათლე მოიცავს. აი ეს შემოაქვს მას ადამიანთა ცხოვრებაში, კაცობრიობის ისტორიაში. სიტყვა ხორციელ იქნა და იოანეს სახარება სწორედ ამ ფაქტს ანიჭებს განსაკუთრებულ მნიშვნელობას. თავიდან განსხეულების საიდუმლო მხოლოდ ქრისტეს ზოგიერთმა ხელდასხმულმა მოწაფემ გაიგო, მალე სხვანიც მოვიდნენ. ადამიანები, რომლებმაც ამის არსობრივი გათვალისწინება ვერ შეძლეს. მართალია მათ ესმოდათ, რომ ყოველივე მატერიალური საფუძველში, ყოველივე ნივთიერის საფუძველში მშვინვერ სულიერი არსია გამბეჭდილი, მაგრამ მთელი სისრულით ვერ აცნობიერებდნენ, რომ ერთ ადამიანში ფიზიკურ გრძნობადი ფორმით, ფიზიკურად ხილვადი სამყაროსთვის თავად ლოგოსი განსხეულდა. მათ ეს არ ესმოდათ, ამიტომაც ჭიშმარიტ ეზოტერული ქრისტიანობისგან დიდად განსხვავდება ის, რამაც ქრისტიანობის პირველ საუკუნეებში თავი იჩინა გნოზისის სახელწოდებით. სწორედ ამაზე მიგვითითებს იოანეს სახარების ავტორი თავისი უძლიერესი სიტყვებით. ქრისტეში თქვენ უნდა ხედავდეთ არა ყოველივე არსებულის საფუძველში შთაბეჭდილ ზეგრძნობად უჩინარ არსებას, არამედ პირველ ყოვლისა არსებითად უნდა აღიაროთ სწორედ ის ფაქტი, რომ სიტყვა ხორციელ იქმნა და ჩვენ შორის ცხოვრობდა. აი ის უფაქიზესი ნიუანსი ეზოტერულ ქრისტიანობასა და თავდაპირველ გნოზის რომ განასხვავებს. გნოზისი თუმცა კი ცნობს ქრისტეს, მაგრამ როგორც მხოლოდ და მხოლოდ სულიერ არსებას. და ამიტომაც საბოლოო ჯამში
იესო ნაზარეულში ამ სულიერ არსებასთან მეტნაკლებად დაკავშირებულ ადამიანურ მაუწყებელს ხედავს. გნოზის სურს მტკიცედ დაიცვას უჩინარი ქრისტეს იდეა. მისგან განსხვავებით ეზოტერული ქრისტიანობა სიტყვებს ლოგოსი ხორციელად იქნა, განკაცდა და ჩვენ შორის ცხოვრობდა. დიახ, ის ვინც ჩვენს ხილულ სამყაროს მოევლინა, ექვსი ელოჰიმის ლოგოსის ჭეშმარიტი განსხევლება იყო. ეს ნიშნავს, რომ დედამიწის განვითარების მისია რეალურად მხოლოდ პალესტინის მოვლენაში განხორციელდა. მანამდე ყველაფერი იყო მზადება. როგორ უნდა წარიდგინა, როგორ უნდა წარმოესახა თავი თვისი იესო ნაზარეველის სხეულში შემოსულ ლოგოს. უწინარესად იგი უნდა წარდგენილიყო როგორც თვითშემეცნებელი, თავისუფალი ადამიანური არსების უდიდესი დამამწყალებელი და განმახორციელებელი. რამდენიმე სიტყვით რომ გადმოვცეთ ქრისტეს ეს ცოცხალი მოძღვრება, უნდა ვთქვათ, დედამიწა არსებობს იმისთვის, რათა ადამიანს მიეცეს სრული თვითშეგნება, ანუ მე ვარ. ყოველივე რაც მანამდე იყო, მე ვარ. თვითშეგნების მომამზადებელ ეტაპს წარმოადგენდა. ქრისტემ გვიბოძა იმპულსი, რომლის წყალობითაც ამიერიდან ყოველ ცალკეულ ადამიანს შეუძლია აღიქვას მე ვარ. აქ პირველად ჩაიდო უმძლავრესი იმპულსი. ადამიანს ჯერ არ ნახული, მიწიერი წინსვლა რომ განეხორციელებინა. ამას იოლად დარწმუნდებით, თუ კი ქრისტიანობას ძველ აღთქმისეულ მოძღვრებას შევპირისპირებთ. ძველი აღთქმის მოძღვრებაში ადამიანს საკუთარ პიროვნებაში ჯერ არ გააჩნდა მე ვარ შეგრძნების სისრულე. მასში ჯერ კვლავ ბჟუტავდა რაღაც ნაშთი ბინდიერი ცნობიერების ეპოქისა, როდესაც ადამიანი მთლიანად მოკლებული იყო თვითმყოფადობას და საკუთარ არსებას ღვთაებრივი არსის ნაწილად შეიგრძნობდა, ისევე როგორც ცხოველები დღეს კრებითი სამშვენიველის ნაწილად რომ შეიგრძნობენ თავს. ადამიანები კრებითი სამშვენიველიდან ამოვიდნენ და ინდივიდუალურ ყოფიერებამდე ყოველ ცალკეულ ადამიანში მე ვარ შეგნების სიმაღლეზე ავიდნენ. ქრისტე არის ის ძალა, ადამიანიამ თავისუფალ მე ვარ შეგნებას რომ მიაახლა. განვიხილოთ ზემოთქმული მისი სრული შინაგანი მნიშვნელობით. ძველი აღთქმის მიმდევარი ჯერ ვერ აღიქვამდა საკუთარ თავს, გარშემო წერილს საკუთარი პიროვნული, განკერძოებული გარსით, როგორც ამას ახალი აღთქმის მიმდევარი შეიგრძნობს. ძველი აღთქმის აღმსარებელს არ შეძლო თავის თავზე ეთქვა მე ვარ მე. იგი თავს ებრაელ ხალხთან ერთიანობაში, მის მესთან ერთიანობაში შეიგრძნობდა. შევეცადოთ და ცხადლივ წარმოვიდგინოთ ასეთი ადამიანი. როგორც ჭეშმარიტი ქრისტიანი საკუთარი თვითშეგრძნების საფუძველზე ამბობს მე ვარ, რასაც დროთა ვითარებაში კვლავ და კვლავ გააძლიერებს, ასევე ძველი აღთქმის მიმდევარი თავს მთელი ერის შემადგენელ წევრად შეიგრძნობდა. მისი შინაგანი მზერა კრებით სამშვენიველს იყო მიჯაჭვული და ამის ნათელსაყოფად იგი ამბობდა, ჩემი შეგნება მთელი ებრაელი ხალხის მამამდე, აბრაჰამამდე ადის. მე და მამა აბრაჰამი ერთი ვართ. ჩვენ ყველას ერთი საერთო მე გვაერთიანებს და სამყაროს სულიერ სუბსტანციაში თავს მხოლოდ მაშინ შევიგრძნობ, როდესაც ჩემი ხალხი სულიერ არსში დავივანებ. ასე აღაპყრობდა ძველი აღთქმის აღმსარებელი მზერას მამა აბრაჰამისკენ და ამბობდა, მე და მამა აბრაჰამი ერთი ვართ, ჩემს ძარღვებში მისი სისხლი ჯგებს. მამა აბრაჰამში იგი იმ ფესვს წვდებოდა, რომლიდანაც როგორც ერთგვარი აღმონაცენი ცალკეული წევრი, ყოველი ცალკეული აბრაჰამიტი იზრდებოდა, მაგრამ აი, მოდის ქრისტე იესო და თავის უახლოეს ხელდასხმულთ მიმართავს. აქამდე ადამიანის აზრის განაპირობებდა სხეული, სისხლისმიერი ტენდენციები, აქედანაა ის შეგნებაც, რომ ადამიანებს უხილავი კავშირი აერთიანებთ. თქვენ უნდა იწამოთ გაცილებით მაღალი, უფრო სულიერი კავშირი, რომელშიც გაიდუმალებულია ყოველგვარი მეს ფესვი. ეს კავშირი ბევრად უფრო სულიერია, ვიდრე ებრაელი ხალხის კრებითი სამშვენიველი. რაც ჩემში და თითოეულ ადამიანში ცხოვრობს ერთიანია, არა მარტო აბრაჰამთან,
არამედ მთელი სამყაროს ღვთაებრივ პირველ საფუძველთან. ამიტომ იოანეს სახარებაში ქრისტე განაცხადებს, უწინარეს აბრაჰამამდე იყო მე ვარ, ეს ნიშნავს ჩემი დასაბამიერი მე. ანუ ჩემი სულიერება აღწევს არა მამა აბრაჰამისეულ პრინციპამდე, არამედ ერთიანად მსჭვალავს მთელ კოსმოსს და ერთიანია მასთან. აი აქამდე აღწევს ჩემი სულიერება. მე და მამა აბრაჰამი ერთი ვართ. თუ კი ვისწავლით ამ უდიდესი სიტყვის შეგრძნებას, მაშინ იმ ბიძგს, იმ წინსვლასაც შევიგრძნობთ კაცობრიობის განვითარებაში ქრისტე იესოს მოვლინებით, რომ აღინიშნა. ქრისტე იყო მე ვარ შეგნების უდიადესი გამაცოცხლებელი. ახლა მოვისმინოთ, რას ამბობდნენ ქრისტეს ყველაზე ახლობელი ინტიმური ხელდასხმულები, როდესაც სურდათ გამოეხატათ ის, რაც მათ ეცხადებოდათ. ისინი ამბობდნენ, ქვეყნად ჯერ არ დაბადებულა ძეხორციელი, ვისაც შეიძლება უწოდო მე ვარ. ამიტომ მოწაფეებმა ქრისტეს მე ვარ შეარქვეს და ამ სახელში მე ვარ, რომლის მნიშვნელობაც მათთვის ცნობილი იყო, ქრისტეს უახლოესი მოწაფეები ერთგვარად ერთიანდებოდნენ. ეს სახელი მათ აკავშირებდა. აი ასეთი გულისყურით უნდა მოვეკიდოთ იოანეს სახარების უმნიშვნელოვანეს სიტყვებს. მაგალითისთვის ავიღოთ თავი, სადაც წერია მე ვარ ნათელი სოფლისა. ეს სიტყვები აბსოლუტური პირდაპირ მნიშვნელობით უნდა გავიგოთ. რა არის სხეულში პირველად მოსული მე ვარ? ეს არის ის, რაც ვითარცა ლოგოსის ძალა სინათლის ნაკადებად მზიდან დედამიწაზე იღვრება. თელ მერვე თავში დაწყებული მე-12 მუხლიდან იოანეს სახარებაზე ალაპარაკი. მოცემულია უღრმესი, უშინა განეშსი ჭეშმარიტების, მე ვარ ჭეშმარიტების განმარტება. წაიკითხეთ ეს თავი და ყველგან ხაზგასმით გამოყავით მე, ან მე ვარ. თანაც გახსოვდეთ, რომ ეს იყო სახელი, რომელშიც ხელდასხმულები თავიან თანაკავშირს შეიგრძნობდნენ და მაშინ თქვენ შეიგრძნობთ ამას და ეს თავი თქვენთვის მიახლოებით ასე გაიჟღერს. მაშინ მიმართა იესომ თავის მოწაფეებს. ის, რასაც ხელეწიფება თავის თავს უთხრას მე ვარ, არის მსოფლიო სინათლის ძალა. და ვინც მე გამომყვება, დღის ნათელი ცნობიერებით იხილავს იმას, რასაც ბნელში მოარულნი ვერ ხედავენ. ახლა წავიკითხოთ იოანეს სახარების მერვე თავის, აი მე-12 მუხლიდან. ხელახლა მიმართა იესომ და უთხრა მას, მე ვარ ნათელი ქვეყნისა, ვინც გამომყვება, ბნელში კი არ ივლის, არამედ ექნება სიცოცხლის ნათელი. ფარისევლებმა უთხრეს, შენ თვითონ მოწმობ შენს თავზე, ასე რომ შენი მოწმობა არ არის ჭეშმარიტი. მიუგო იესომ და უთხრა მათ, ჩემს თავზედაც რომ ვმოწმობდე, ჭეშმარიტია ჩემი მოწმობა, რადგანაც ვიცი, საიდან მოვედი და სად მივდივარ. თქვენ კი არ იცით, საიდან მოვსულ ვარ და სად მივალ. თქვენ ხორცისამებრ სჭით, ხოლო მე არავის გამსჭი. მაგრამ კიდეც რომ გამსჭიდე, ჭეშმარიტია ჩემი მსჯავრე, ვინაიდან მარტო კი არ ვარ, არამედ მე და მამა ჩემი მომავლინებელი. რადგან რჯულშიც გიწერიათ, რომ ორი კაცის მოწმობა ჭეშმარიტია. მე ვარ, ვინც ჩემ თავზე ვმოწმობ და ჩემზევე მოწმობს მამაც, რომელმაც მომავლინა. კითხეს, სად არის მამა შენი? ხოლო ისო მიუგო, არც მე მიცნობთ, არც მამა ჩემს. მე რომ მიცნობდეთ, მამასაც იცნობდით ჩემსას. ეს სიტყვები თქვა იესომ საგანძურთან, როცა ასწავლიდა ტაძარში და ვერავინ შეიპყრო იგი, ვინაიდან ჯერ კიდევ არ მოსულიყო მისი ჟამე. კვლავაც უთხრა მათ იესომ, მე მივდივარ, ძებნას დამიწყებ და თქვენ სავწოდვაში მოკვდებით. სადაც მე მივალ, თქვენ ვერ მოხვალთ იქ. იუდეველებმა თქვეს, თავის მოკლას ხომ არ აპირებს, რა კიღა ამბობს, სადაც მივალ, თქვენ იქ ვერ მოხვალთო. და უთხრა მათ, თქვენანი ხართ, ხოლო მე ზენათაგანი. თქვენ ამ ქვეყნიურნი, ხოლო მე იმ ქვეყნიური. ამიტომაც გითხარით თქვენს ცოდვებში მოკვდებით მეთქი, რადგანაც თუ არ იწამებთ, რომ მე ვარ, თქვენსავე ცოდვებში მოკვდებით. მაშინ უთხრეს, მაინც ვინ ხარ? ხოლო იესომ მიუგო, იმ თავითვე რას გეუბნებოდით?
ბევრი რამ აქვს თქვენთვის სათქმელი და განსასჯელი, მაგრამ ჩემი მომავლინებელი ჭეშმარიტია და რაც მისგან მსმენია, ქვეყანასაც იმასვე ვეტყვი, მაგრამ მათ ვერ გაიგეს, რომ მამაზე ამბობდა ამას. და უთხრა მათ იესომ, როცა კაცის ძეს ამაღლებთ, მაშინ გაიგებთ, რომ მე ვარ და არაფერს ვაკეთებ ჩემით, არამედ რაც მასწავლა მამამ, იმას ვამბობ. ვინც მომავლინა ჩემთანა, მარტო არ დამტოვა მამამ, ვინაიდან ყოველთვის იმას ვაკეთებ, რაც მასე ამება. ამას რომ ამბობდა, ბევრმა ირწმუნა იგი და უთხრა იესომ იუდეველებს, რომლებმაც ირწმუნეს იგი. თუ ჩემს სიტყვაში დამკვიდრდებით, ჭეშმარიტად ჩემი მოწაფეები ხართ. შეიცნობთ ჭეშმარიტებას და ჭეშმარიტება გაგათავისუფლებთ თქვენ. მიუგეს მას, აბრაამის მოდგმისა ვართ და არასდროს დავმონები ვართ ვინმეს, მაშრამ გათქმევინა განთავისუფლდებითო. მიუგო მათ იესომ, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, ყველა ვინც ცოდავს, ცოდვის მონაა. მაგრამ მონა საუკუნოდ როდი მკვიდრდება სახლში, ძე კი უკუნისამდე მკვიდრობს. ასე რომ თუ ძე გაგათავისუფლებთ, ჭეშმარიტად თავისუფალნი იქნებით. ვიცი რომ აბრაამის მოდგმისანი ხართ, მაგრამ მოსაკლავად კი მეძებთ, რადგანაც ჩემი სიტყვა ვერ ეტევა თქვენში. ვამბობ იმას, რაც მამა ჩემთან მიხილავს. თქვენ კი, რაც მამა თქვენთან გიხილავთ, იმას აკეთებთ. მიუგეს და უთხრეს მას, ჩვენი მამა აბრაამია, უთხრა მათ იესომ, აბრაამის შვილები რომ იყოთ, საქმესაც აბრაამისას გააკეთებდით. ახლა კი მოსაკლავად მეძებთ, მე, ვინც გაუწყეთ ჭეშმარიტება, რაც ღმერთისგან ვისმინე. აბრაამს ეს არ უქნია. თქვენ მამა თქვენის საქმეს აკეთებთ. უთხრეს, სიძვისგან როდი მშობელ ვართ, ერთი მამა გვყავს ღმერთი. უთხრა მათ იესომ, ღმერთი რომ იყოს მამა თქვენი, გეყარებოდით, ვინაიდან ღმერთისგან გამოვედი და მოვედი, რადგანაც ჩემით კი არ მოვსულ ვარ, არამედ მან მომავლინა. რატომ არ გესმით ჩემი ნათქვამი? იმიტომ რომ არ შეგიძლიათ ყური უგდოთ ჩემს სიტყვას. თქვენ მამა თქვენის ეშმაკისგან ხართ და მამა თქვენის სურვილთა აღსრულება გსურთ. დასაბამითვე კაცის მკვლელი იყო იგი და ჭეშმარიტებაში ვერ დაემკვიდრა, ვინაიდან ჭეშმარიტება არ არის მასში. და როცა სიცრუეს ამბობს, თავისისას ამბობს, ვინაიდან ცრუ არის და სიცრუის მამა. მე კი სიმართლეს გეუბნებით და არ აგწამთ ჩემი. რომელი თქვენგანი მამხილებს ცოდვის გამო? ხოლო თუ ჭეშმარიტებას ვამბობ, რატომ არ გწამთ ჩემი? ვინც ღმერთისგან არის, ღმრთის სიტყვებს ისმენს. თქვენ კი იმიტომ არ ისმენთ, რომ ღმრთისაგან არ ხართ. მიუგეს იუდეველებმა და უთხრეს მას. განაკარგად არ ვამბობთ, რომ სამარიელი ხარ და ეშმაკისეული. მიუგო იესომ, ეშმაკისეული კი არა ვარ, არამედ პატივს ვცემ მამა ჩემს, თქვენ კი მაგინებთ. მაგრამ მე ჩემს დიდებას როდი ვეძებ, არის ძებნელი და გამკითხველი. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, ვინც დაიმარხავს ჩემს სიტყვას, უკუნისამდე არ იხილავს სიკვდილს. იუდეველებმა უთხრეს, ახლა კი მივხვდით, რომ ეშმაკეული ხარ, აბრაამიც მოკვდა და წინასწარმეტყველნიც. შენ კი ამბობ, ვინც დაიმარხავს ჩემს სიტყვას, უკუნისამდე არ იხილავს სიკვდილსო. ნუ თუ შენ უფრო მეტი ხარ ვიდრე მამა ჩვენი აბრაამი, რომელიც მოკვდა და წინასწარმეტყველნიც მოკვდნენ, ვინ გგონია შენი თავი? მიუგო იესომ, თუ მე ჩემსავე თავს ვადიდებ, ჩემი დიდება არაფერია. მე მამა ჩემი მადიდებს, ვიზედაც თქვენ ამბობთ, ის არის ჩვენი ღმერთიო. და ვერ გიცნიათ იგი, მე კი ვიცნობ მას. ხოლო თუ ვიტყვი არ ვიცნობ მეთქი, თქვენსავით ცრუ ვიქნები. მაგრამ მე ვიცნობ და ვიმარხავ მის სიტყვას. მამა თქვენი აბრაამი ხარობდა იმის გამო, რომ იხილავდა ჩემს დღეს. იხილა და გაიხარა. იუდეველებმა უთხრეს, 50 წლისაც არ ხარ და აბრაამი გინახავს? უთხრა მათ იესომ, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ, აბრაამზე უწინარესი ვარ. მაშინ იუდეველებმა ქვებს დასტაცეს ხელი მის ჩასაქოლად, მაგრამ იესო თვალს მიეფარა და ტაძრიდან გავიდა.
ამაზე ძველი რწმენის მიმდევარი ფარისევლები, რომელთაც სწამთ, რომ სიყვარულის ნათელი ადამიანს მხოლოდ ძილში ასხივოსნებს, იესოს ეუბნებოდნენ, შენი რწმუნება არის, მე ვარ. ჩვენ კი მამა აბრაჰამის სარწმუნოება გვაქვს. მასში შევიგრძნობთ ძალას, რომელიც საშუალებას გვაძლევს ვიარსებოთ როგორც დამოუკიდებელმა არსებებმა. ჩვენ შევიგრძნობთ საკუთარ სიმტკიცეს, როდესაც მეს საერთო საძირკველს ვეყრდნობით, როდესაც საერთო მეში ვიძირებით. ამ მეს მამა აბრაჰამამდე მივყავართ. მიუგო იესომ, თუ კი მეზე ვილაპარაკებთ იმ გაგებით, რასაც მას ვანიჭებ, ჩემი რწმუნება ჭეშმარიტია. რამე თუ ვუწყი, რომ ეს მე მამისგან, სამყაროს ერთიანი პირველ საწყისიდან გამოდის და ისიც ვიცი, სად მიდის და სად განიმაღლებს. ასეთივე მნიშვნელოვანია მერვე თავის მე-15 მუხლი, რომელიც სიტყვით ასე უნდა გავიგოთ. თქვენ ხორცთა ებრჯით, ჩემთვის კი ხორცი არარაობაა და უკეთო განსჯი მე, განსჯა ჩემი ჭეშმარიტია, რამე თუ აქ მე არ დგას მარტო თავისთავად, არამედ მე შეერთებული მამასთან, რომლისგანაც იგი გამოვალს. აი ასე უნდა გავიგოთ ეს ადგილი. ყველგან მიეთითება საერთო მამაზე. სიტყვებში უწინარეს აბრაჰამისა იყო მე ვარ, მთელი ქრისტიანული მოძღვრების კვინტესენცია იკვეთება. იოანეს სახარების სიტყვებში ჩაბეჭდილია მთელი ქრისტიანობის არსი.